ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში. აშშ-მა უპრეცედენტო საჰაერო იერიში მიიტანა ირანის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა აშშ-ს ჯერაც ბევრი რესურსი აქვს. აშშ-მ გამოიყენა ისეთი რამ, რის საშიხილვასაც ირანი იმედონებდა, რომ არასდროს მოუწევდა და ეს დარტყმა იმდენად ძლიერია ირანისთვის, რომ რეჟიმს ალბათ სამყაროს დასასრული გონია. 10 ვართოგი ოფიციალურად ჩაერთო და მზადაა მხარი დაუჭიოს ამერიკის ოპერაცია ეპიკური რისხვის ყველა ასპექტს. ის რაც უნდა ვიცოდეთ, დიდწილად ერთ ექსპოსტშია თავმოყრილი. 15 მარტს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ანუ CENTCOM-მა X-ზე გამოაქვეყნა სურათების სერია და წარწერა, რომელმაც ერთ მნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ A10, რომელსაც ასევე ვართოგის სახელითაც იცნობენ, ირანის წინააღმდეგ იგზავნება. აშშ-ის საჰაერო ძალების E10 Thunderbolt ორები ფრენისას საწვავით ივსებიან, ოპერაცია ეპიკური რისხვის მხარდაჭერისას. 10 Thunderbolt 2-ს შეუძლია საათობით დარჩეს ჰაერში, მზადყოფნაში იყოს და ნებისმიერ დროს შეასრულოს მისია, განაცხადა CENTCOM-მა. და ეს ხანგრძლივი ჰაერში ყოფნის შესაძლებლობა არის მთავარი იმაში, რასაც ვართოგი ახლა ირანში აკეთებს. როგორც გაიგებთ, თუ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ. მაგრამ ამ ეტაპზე CENTCOM-ის მიერ გაზიარებული ფოტოები ბევრად უფრო ინფორმაციულია, ვიდრე ეს წარწერა ამტკიცებს. მთავარი არაა ფრენისას საწვავის შევსება, არამედ ის, რასაც ფოტოებში ვართოგი ატარებს. Army Recognition-ი ამაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ CENTCOM-ის ფოტოებმა გამოავლინა ვართოგის საბრძოლო კონფიგურაცია, რაც თავის მხრივ გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ის ირანის წინააღმდეგ. მოიერიშე თვითფრინავზე შემჩნეული ყველაზე თვალსაჩინო იარაღი APKWS-ის მართვადი რაკეტებია, რომლებიც შეიქმნა იმისთვის, რომ აშშ-ისთვის დრონების მსგავს სამიზნეებზე დასათქმელად დაბალფასიანი საშუალება მიეცა. ამ რაკეტებთან ერთად არის AIM-9LM Sidewinder-ის რაკეტები და AGM-65 Maverick-ის ჰაერი მიწატიპის რაკეტები, რომლებიც APKWS-თან ერთად Warthog-ს ძალიან მრავალმხრივ საბრძოლო შესაძლებლობებს აძლევს. ეს არის პრენის მოქნილობა. CENTCOM-ის მიერ გამოქვეყნებულ Warthog-ს იმდენი იარაღი აქვს, რომ შეტევისა და თავდაცვის სხვადასხვა ვარიანტის განხორციელება შეუძლია. ამიტომ ის მხოლოდ შეზღუდული მისიებისთვის არ გამოიყენება. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაფრისთვის. მილიციის პოზიციებზე და მიწაზე არსებულ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე შეტევიდან დაწყებული, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ქაოსის მოსაწყობად გამოყენებული დრონებისა და სწრაფი შეტევითი ნავების განადგურებით დასრულებული. ამას დაამატეთ ვართოგის ჰაერში დიდხანს ყოფნის უნარი. მის მნიშვნელობაზე დასკვნისთვის საკმარისია ეს შეტევითი თვითფრინავი შევადაროთ აშშ-ის გამანადგურებლებს, რომლებიც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევაში გამოიყენებოდა. ოპერაცია ეპიკური რისხვის ამ ეტაპამდე. გამანადგურებლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწაზე სამიზნეებს უტევენ, მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ. ისინი შედიან, უთხრამენ და რაც შეიძლება სწრაფად ტოვებენ ტერიტორიას. თვითფრინავის ფრენის სიმაღლის მატებით მანევრის რისკი მცირდება. მიწასთან ახლოს მფრენი გამანადგურებლის მართვა და დაბრკოლებების არიდება უფრო რთულია მისი დიდი სიჩქარის გამო. თანაც ის შეიძლება ირანის გაფანტული საჰაერო თავდაცვის რადარებზეც მოხდეს. Warthog-ს შეუძლია დიდხანს დარჩეს ჰაერში და ნელა დაფრინავს, რაც მეტ კონტროლს აძლევს პილოტებს მიწასთან ახლოს. მას შეუძლია საათობით ელოდოს სამიზნეზე დარტყმის ბრძანებას. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს მეტი არჩევანი აქვს. გამანადგურებლები ასრულებენ მოკლე მისიებს, ხოლო Warthog-ებს შეუძლიათ ცაში დარჩენა და ბრძანებების ლოდინი. და როცა ეს ბრძანებები მოდის, ამ თვითფრინავებს შეუძლიათ შევიდნენ დარტყან და ისევ დაბრუნდნენ, ზუსტად ისე როგორც გამანადგურებლები. მაგრამ შემდეგ და თუ მათ ჯერ კიდევ აქვთ იარაღი ბორტზე, Warthog-ებს შეუძლიათ ისევ დაიწყონ ცაში ლოდინი, სანამ შემდეგი ბრძანებები მოვა. ეს უწყვეტი საჰაერო საცეცხლე ძალის მთავარი გასაღებია. და ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, თუ რამდენად კარგად გაართვეს თავი აშშ-მ და ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ანუ IDF-მა განაცხადეს, რომ ომის პირველივე დღეებში ირანის საჰაერო თავდაცვის 80% გაანადგურეს. ეხლა ირანის თავზე უზარმაზარი, თავისუფალი და უსაფრთხო საჰაერო სივრცეებია, სადაც ანტისაჰაერო რაკეტებით დათმა შეუძლებელია. ირანის საჰაერო თავდაცვა გაფანტულია. მოსალოდნელია, რომ დარჩენილი ძალები ირანში დარჩენილ რამდენიმე ღირებულ ობიექტს იცავენ, თუმცა ესეც ეფექტურად არ გამოსდით. მოიერიშე თვითფრინავისთვის, როგორიცაა Warthog-ი, ის საჰაერო უპირატესობა, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე შექმნეს, იდეალურ შესაძლებლობას იძლევა, რომ მან გააკეთოს ის, რაც გამანადგურებლებზე უკეთ გამოსდის. დარჩეს ჰაერში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა და შემდეგ დაარტყას, როცა მიზანი აღმოჩნდება. რამდენიმე წუთში უფრო დეტალურად განვიხილოთ, რაც შეუძლია აშშ-ს თავისი 10 Warthog-ებით ირანში და როგორ იტენებს მათ უკვე ახლა. სანამ ამას გავაკეთებთ, ღირს დეტალურად განვიხილოთ ეს მოიერიშე თვითფრინავი და მისი შესაძლებლობები. Warthog-ი კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნა მიუხედავად მრავალმხრივობისა. აშშ-ს საჰაერო ძალების თქმით, ეს პირველი თვითფრინავია, რომელიც სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერისთვის შეიქმნა. ამჟამად ირანში დიდი პრობლემა არ არის, რადგან აშშ-ს იქ სახმელეთო ჯარები არ ჰყავს. თუმცა უახლოეს დღეებში მინიმუმ 2200 საზღვაო ქვეითისგან შემდგარი საექსპედიციო დანაყოფის ჩასვლამ შეიძლება შეცვალოს ეს. ეს ნიშნავს, რომ Warthog-ი ტრადიციულად გამოიყენება საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეითებს და სპეციალური ოპერაციების ჯგუფებს. ტანკების განადგურება და ვერტმფრენების ჩამოგდება ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით.
თუ სახმელეთო ძალების დაცვა საჭირო არ არის, Warthog-ს სხვა შესაძლებლობები აქვს და ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის იდეალური არჩევანია, როგორც ახლა მიმდინარეობს. აქ მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ფრენა და თვითით ფრინავის დაბალ სიმაღლეზე ფრენის უნარი. ASHS-ის საჰაერო ძალების განცხადებით, Warthog-ს შეუძლია იმოქმედოს 1000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ და ასეთ პირობებშიც კი ინარჩუნებს ხილვადობას 1.5 მილამდე. Კიდევ ბევრია სათქმელი. Warthog-ებს აქვთ ღამის ხედვის სისტემები, რაც პილოტებს საშუალებას აძლევს ოპერაციები ღამითაც ჩაატარონ. Pilotები დაცულნი არიან ტიტანის ჯავშნით, რაც თვითფრინავის მართვის სისტემებსაც იცავს. Warthog-ი უძლებს პირდაპირ დარტყმებს, ჯავშანგამტანი ტყვიებით ან ფუგასური ჭურვებით, თუ შეღწევა 23 მმ-ს არ გადააჯარბებს. არსებობს მექანიკური სისტემები, რომლებიც ჰიდრავლიკურ მართვას ანაცვლებს და პილოტებს საშუალებას აძლევს დასვან თვითფრინავი ჰიდრავლიკური ენერგიის დაკარგვის შემთხვევაშიც. შემდეგ გასათვალისწინებელია იარაღი და მოქმედების დიაპაზონი. Warthog-ს შეუძლია 800 მ-ის მანძილზე ფრენა და მაქსიმალური სიჩქარე 420 მ საათში, რაც ბგერის სიჩქარის ნახევარზე ოდნავ მეტია. გამანადგურებელზე ნაკლებად სწრაფია, მაგრამ მოქმედების დიაპაზონი და ჰაერში პატრულირების უნარი ამას ანაზღაურებს. იარაღად უკვე აღნიშნეთ 3 უმართავი და მართვადი რაკეტა, რომელიც ჩამოკიდებულია სულ მცირე ერთ Warthog-ზე, ოპერაცია Epic Fury-სთვის. თვითფრინავს აქვს 30 მმ-იანი GAU-8A 7-ლულიანი გატლინგი და ატარებს 16000 ფუნტამდე შერეულ საბრძოლო მასალას. Mark 82 და Mark 84 ბომბები თვითფრინავში იტვირთება, ასევე ნაღმების გამშვები, სითბური მახეები, რადიოლოკაციური მახეები, რადიოელექტრონული ჩახშობის კონტეინერები და ცეცხლგამშენი კასეტური ბომბები. ხომ გითხარით, რომ Warthog-ი მრავალმხრივია? ეს უზარმაზარი პოტენციური დატვირთვა ამას ამტკიცებს. თუ ASHS სჭირდება მიზნების განადგურება მიწისძაზე თუ ცაში, Warthog-ს შეუძლია ამ ამოცანის შესრულება, თუ ის მოქმედებს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც საჰაერო თავდაცვის საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. იმის თქმა, რომ ეს ახლა ირანს ეხება, მსუბუქად ნათქვამი იქნება. Warthog-ს ზოგჯერ ტანკების გამანადგურებელიც ჰქვია. ეს აჩვენებს მის შესაძლებლობებს მიწაზე მოძრავ სამიზნეებთან. მიუხედავად იმისა, რომ ირანი 2006-ს 65 ტანკსა და 65929 მანქანას არ იყენებს, Global Firepower-ის მონაცემებით, ამერიკისთვის კარგია იმის ცოდნა, რომ არსენალში Warthog-ი ჰყავს, თუ კი ოდესმე სახმელეთო ჯარების შეყვანა მოუწევს. ამჟამად ირანში ვართ, ჰოგები სახმელეთო ძალებს არ უჭერენ მხარს. მიზანია ლოდინი და განადგურება და არსებობს რამდენიმე სამიზნე, რომლებსაც ამერიკის საათები დაართავენ. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. Warthog-ზე ბევრი ვილაპარაკეთ, ასევე აღნიშნეთ თვითფრინავის გამოყენების ვარიანტები ირანში. მოდით გავიგოთ, როგორ შეიძლება იტანებდეს ASHS-ში ეხლა EADS. პირველი გამოყენება შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ეს Warthog-ის მრავალმხრივობის კარგი მაგალითია. ამჟამად ASHS-ში შეიძლება იყენებდეს საბრძოლო თვითფრინავს, რომელსაც ზოგიერთი ტანკების გამანადგურებელს უწოდებს, რათა დაიცვას საბრძოლო გემები ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის უფრო ფართო აკვატორიაში. ეს კიდევ ერთი ამოცანაა, რომლის შესასრულებლად A10 სპეციალურად არ არის აგებული, მაგრამ მაინც შეუძლია ამის გაკეთება. როგორ ვიცით ეს? 9 თებერვალს Warzone-მა გამოავლინა, რომ CENTCOM-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ატარებს Warthog-ი წვრთნებს USS Santa Barbara-სთან ერთად, რომელიც საბრძოლო გემია და ამჟამად სპარსეთის ყურის რეგიონშია განთავსებული. ამ წვრთნის იდეა როგორც ჩანს იყო ის, რომ Warthog შეძლებოდა USS Santa Barbara-ს დაცვა საფრთხეებისგან, როდესაც ის სპარსეთის ყურეში ნაღმებს ეძებდა. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რის გაკეთებასაც ირანი ამჟამად ჰორმუზის სრუტეში ცდილობს. ეს ერთადერთი სანავიგაციო გზა, რომლის გავლითაც მსოფლიოს ზღვით გადაზიდული ნავთობისა და გაზის დაახლოებით მეხუთედი გადის, ამჟამად ირანის მიერ ბერკეტად გამოიყენება. რამდენიმე წუთში აგიხსნით ირანის მიერ გამოყენებულ რამდენიმე მეთოდს და იმას, თუ როგორ შეუძლია A10 მათთან გამკლავება. მაგრამ ნაღმების დაყრის მხრივ ირანმა რამდენჯერმე დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეს ნაღმებით გაავსებს, რაც აშკარა მცდელობაა შეაჩეროს მსოფლიოს კომერციული ტრანსპორტის ტანკერებისა და საკონტეინერო გემების მოძრაობა ამ გზით. 10-11 მარტისთვის CNN იუწყებოდა, რომ მის წყაროებს, რომლებიც ASHS-ის დაზვერვასთან ახლოს იყვნენ, განაცხადეს, რომ ირანი ნაღმების დაყრას იწყებდა და რამდენიმე ნაღმი უკვე დაეყარა ამ ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე. Reuters-მა რამდენიმე დღეში გაავრცელა ASHS-ის თავდაცვის მდივან Pete Hegseth-ის კომენტარი, რომ არ არსებობდა მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე დანაღმა. აქ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ წყლის გზაზე ნაღმები ASHS-თვის სერიოზული პრობლემაა და თუ ისინი უკვე იქ არის, ეს იქნება პრობლემა, რომელსაც საბრძოლო ხომალდები ნაღმების გაწმენდის შესაძლებლობებით უნდა გაუმკლავდნენ. ასპარეზზე გამოდის A10. თუ TWZ-ის მიერ გაშუქებულმა წოთნამ რამე გვაჩვენა, ეს აჩვენა, ეს არის ის, რომ ASHS-ში დარწმუნებულია Warthog-ის შესაძლებლობებში გაუმკლავდეს დრონებს, სწრაფნავებს და სხვა საფრთხეებს, რომლებიც ირანმა შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ ამერიკულ ნავსაცმელ ხომალდებს ხელი შეუშალოს თავიანთი მისიის შესრულებაში. Warthog-ის ჰაერში დაყონების შესაძლებლობები ისევ აქტუალურია. თვითფრინავს შეუძლია ჰაერში საკმარისად დიდხანს დარჩენა და საკმარისად დაბლა და ნელა ფრენა იმისთვის, რომ ამერიკული ნავსაცმელი ხომალდებისკენ მომავალ საფრთხეებზე მყისიერი რეაგირება შეძლოს.
10-ის შეუძლია დრონებისა და სწრაფმავალი ნავების ორი მთავარი პრობლემა გადაჭრას. მაგრამ სანამ განვიხილავთ, რატომ არის ეს მხოლოდ Warthog-ის მიერ ამერიკელი ნავსაწმენდების დაცვას მიღმა, ასევე არ შეგვიძლია უგულებელ 20-ის შესაძლებლობა, რომ აშშ-ს თავისი E-10-ებს უფრო შემტევი მიზნებისთვისაც იყენებს. Warthog-ი დისტანციური მაღალი სიზუსტის მანქანაა. გამოცემა Army Recognition ამაზე ამახვილებს ყურადღებას და AGM-65 მავერიკებს მოჰყავს მაგალითად, რომლებიც Warthog-ზეა CENTCOM-ის ფოტოზე. ეს რაკეტები Warthog-ს აძლევს საშუალებას დაარტყას ტანკებს, ჯავშან ტექნიკას და სხვა მიწის სამიზნეებს, მათ შორის ირანის საჰაერო თავდაცვას, ლოგისტიკურ რესურსებს, საწვავის ობიექტებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ისევ გამოვიყენებთ ამ სიტყვას: პატრულირება. 10-ის სახით აშშ-ს ყავს თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია უსაფრთხო საჰაერო სივრცეში დარჩენა და როგორც კი სამიზნეები იდენტიფიცირდება, მანძილიდან დაარტყას მიწის სამიზნეებს. ირანს მხოლოდ სახმელეთო სამიზნეებზე E-10-ის თავდასხმა არ უნდა აშფოთებდეს. 2019 წელს National Interest-მა თქვა, რომ აშშ-ს თავისი Warthog-ებით ირანის საზღვაო ძალების განადგურება შეუძლია. ის მაგალითად მოჰყავს 2017 წელს ფლორიდაში ჩატარებული წურთნა, სადაც ნელამოძრავი Warthog-ი ნავების შეტევა სავარჯიშებდა ჩოქთაჰაჩის ყურეში. ეს წურთნები ისევ იმ საკითხს ეხება, რაზეც ცოტა ადრე ვსაუბრობდით აშშ-ის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შესახებ. 10 პერიოდულად ტესტირებას გადიოდა და ამტკიცებდა, რომ იდეალურია საზღვაო საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის პატრულის მცირე ფლოტებთან და სწრაფ ნავებთან, როგორიც ირანს ამერიკის ხომალდების დასაშინებლად შეეძლო გამოეყენებინა. აშშ-ს აქ ყავს თვითმფრინავი, რომელიც შეიძლება გამოიტენოს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, მატერიკზე და საზღვაო ძალების გასანეიტრალებლად ზღვაში. საკმაოდ კარგი შედეგია თვითმფრინავისთვის, რომლის ჩამოწერაც აშშ-ს სამხედროებმა რამდენჯერმე სცადეს უხილავი გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების სასარგებლოდ. და კიდევ არის დრონები. ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვანი საფრთხეთაგან, რომელსაც ირანი კვლავ უქმნის აშშ-ს, ასევე ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებს, არის მისი დრონების არსენალი. ირანია შაჰიდის დრონის სამშობლო, რომელიც შეიძლება იცნობდეთ როგორც იმ ტიპის დრონი, რომელსაც რუსეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასობით უშვებს უკრაინის მიმართულებით. ირანი დრონებს აშშ-ს წინააღმდეგაც იყენებს, თუმცა გაცილებით ნაკლები სიხშირით ვიდრე მოსალოდნელი იყო. ირანის დრონული თავდასხმები გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ დროებთან შედარებით 95%-ით შემცირდა, თუმცა ეს მაინც ნიშნავს, რომ ის კვლავაც უამრავ შაჰიდს უშვებს ცაში. ირანმა ომის დაწყებიდან 6 დღეში 2000-ზე მეტი იაფასიანი შაჰიდი გაუშვა და შაჰიდის დაბალი ფასის ხსენება მიგანიშნებთ, რატომ არის Warthog-ი ეფექტური ანტიდრონული მანქანა. Forbes-ის 2025 წლის აგვისტოს სტატიის მიხედვით, Falco, ფიქსირებულფრთიანი ჰაერიდან გაშვებადი უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო შეიარაღება, დამტკიცებულია E-10-ზე გამოსაყენებლად. ეს ნიშნავს, რომ A-10-ის APKWS გამოყენება შეუძლია დრონების და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ. Forbes-ი წერს, რომ რადგან მას შეუძლია დიდი რაოდენობით ასეთი რაკეტების ტარება, ის შეიძლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს ნელამოძრავი პროპელერიანი დრონების ჩამოსაგდებად, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში ფართოდ გამოიყენა. რუსეთის მიერ გამოყენებული დრონები იგივეა, რასაც ირანი იყენებს. და APKWS სისტემა, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ, როგორც კიდევ ერთი იარაღის სენქტონის ფოტოზე, ამერიკული საპასუხო სტრატეგიის მთავარი ნაწილია. აშშ-ს შეუძლია ირანის ნელამოძრავი შაჰიდის დრონების განადგურება მრავალი იარაღით. ფრთოსანი რაკეტა უფრო სწრაფია და ყოველთვის იმარჯვებს, თუმცა მისი გამოყენება აშშ-ის ასობით ათას ან მილიონ დოლარს უჯდება თითოეულ დრონზე, მაშინ როცა ირანი მათ 20,000-50,000 დოლარად აწარმოებს, Time-ის მიხედვით. ყველა ინვესტორი გეტყვის, რომ ეს ამონაგები ძალიან ცუდია. აშშ-ისთვის ცუდია, რომ ერთი ძვირი რაკეტა ერთ დრონზე იცვლება, რადგან ირანს სწრაფად შეუძლია მეტი შაჰედის აგება, ხოლო აშშ-ში ბევრად უფრო ძვირად ღირებული რაკეტების საკუთარ მარაგს ხარჯავს. APKWS-ით, რომელსაც Warthog-ი უშვებს, აშშ-ის შაჰედის გამანადგურებელი აქვს. APKWS-ის ერთეულის ღირებულება დაახლოებით 95,000 დოლარია, რაც დაახლოებით იმ თემთანხის ტოლია, რასაც ირანი შაჰედის დრონის ასაშენებლად ხარჯავს. ეხლა როცა A-10-ის შეუძლია გაუშვას APKWS და ეს Falcos-თან თავსებადობით დადასტურდა. აშშ-ში ალბათ ამ თვითმფრინავებს პერსიის ყურის პატრულირებისთვის გამოიყენებს, ირანის უპილოტო საფრთხის გასანეიტრალებლად. ირანის დრონების გაშვების რაოდენობა შემცირდა გაშვების ადგილების მუდმივი დაბომბვის გამო. თუმცა ასევე შეიძლება ითქვას, რომ ირანმა გააცნობიერა, რომ უბრალოდ ტყუილად ხარჯავს დრონებს, სანამ აშშ-ს ჰაერში A-10 ჰყავს. Warthog-ები APKWS რაკეტებით შაჰიდებზე ყოველთვის იმარჯვებენ. იგივე ეხება სწრაფნავებსაც, რომლებიც ვიდეოში ადრე ვახსენეთ. ირანი ნავებს, დრონებსა და უპილოტო ხომალდებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ხათავდასხმებისთვის იყენებს, ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან. New York Times-ის თქმით, ირანმა 12 მარტამდე მინიმუმ 16 გემი დააზიანა და შესაძლოა შემდეგაც შემთხვევები იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამერიკის Warthog-ები ახლა სამხედრო გემებისა და ავიამზიდების დაცვაზეა კონცენტრირებული, თუმცა მალე შეიძლება ჰორმუზის სრუტის გასაწმენდად სტრატეგიის მთავარ ნაწილად იქცეს. ეს ლოგიკური. პირველ რიგში A-10-ები იცავენ ნავსაწმენდ გემებს მათი მუშაობისას.
ნაღმებისგან გაწმენდის შემდეგ ვართოგები პატრულირებენ სრუტეს და კომერციულ გემებს ესკორტირებას უწევენ, რადგან იდეალურად ანადგურებენ სწრაფ ნავებსა და დრონებს. ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია გზავნილი, რომელიც ირანს ეგზავნება ახლა, როცა აათები პროცესშია ჩართული. ოპერაცია ეპიკური რისხვის ერთ-ერთი მიზანია ირანის რეჟიმის მთლიანი უსაფრთხოების აპარატის დაშლა. ირანის მახლობლად აათის საწვავით შევსების ჩვენებით, აშეთეშო რეჟიმს ეუბნება, რომ ის იწყებს მრავალდონიან საჰაერო შეტევას და სიტუაციის შესაბამისად ბრძოლაში სხვადასხვა თვით მფრინავს თავს. ირანის საჰაერო თავდაცვა იმდენად განადგურებულია, რომ აათს შეუძლია იფრინოს და დაარტყას, რაც მომავალშიც მძიმე დღეებს ნიშნავს ირანისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს უკვე განაცხადა. 13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თქვა, ირანს მომავალ კვირაში ძალიან ძლიერად დაარტყამენ. ირანის რეჟიმი დაფიქრდება კიდევ რამდენად ძლიერ დარტყმას მიიღებს. ეგზეთის თქმით, აშშ-მ ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს უკვე 15000 მტრის სამიზნეს დაარტყა. ეხლა როცა ვართოგი მოქმედებაშია, კიდევ უფრო მეტი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამიზნე საფრთხეშია. გარდა ამისა, აშშ-ს ჰყავს მრავალმხრივი თვითმფრინავი, რომელიც დაეხმარება ოპერაციის შემდეგ ფაზაში გადასვლაში, რაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას გულისხმობს და ირანს ბოლო ბერკეტსაც წაართმევს. ვართოგი შეიძლება ძველი იყოს. აშშ-ის სამხედრო ძალებში ზოგიერთისთვის ის შეიძლება მოძველებულადაც კი ჩანდეს. მაგრამ ირანი იმედოვნებდა, რომ აათს-ში არასდროს იხილავდა და ამ ვიდეოში წარმოდგენილი ამ თვითმფრინავის გამოყენების მრავალფეროვნება სწორედ ამის მიზეზია. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე ირანთან ომი მესამე მსოფლიო ომის პოტენციურ საბაბად ითვლებოდა. ირანის კოლაფსი აშშ-ის სამხედრო ძალის ფონზე ნიშნავს, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. კიდევ 5 კონფლიქტია, რომლებმაც 2026-ში გლობალური ომი შეიძლება გამოიწვიონ. ყველა ჩვენს ვიდეოშია განხილული. მეტის გასაგებად იხილეთ ეს ვიდეო და თუ მოგეწონათ ეს რეპორტაჟი, გამოიწერეთ The Military Show, რათა მიიღოთ ჩვენი ანალიზი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უახლეს ნაბიჯებზე. მადლობა ყურებისთვის.